მთავრობიდან მიტოვებული სოფელი. გზა დაიწყეს არ დაამთავრეს. განათება ჩვენ არ გვაქვს, სანიაღვრა ჩვენ არ გვაქვს. შუქის ბოზები არ ცვლიან, დამპალია. ვართ სამი გლეხი და ვართ ასე ჩვენთვის არა. წავიდა ხალხი ეს. ამ უგზოვებამ და მიუხედავობამ დაცალა სოფელი. ორი კაცი დავრჩი სამი და ეგ არის. ახალგაზრდების წასულები არიან. ბავშვები ყავს ახლა შვილიშვილები ყავს არანაირი გასართობი არ აქვს. ან სასიარულო გააკეთონ, რაღაც გააკეთონ. ბავშვი გაერთო და უხაროდეს სოფელში მოსვლა ეგეს. არ გვაქვს. როცა ჩამოვა მაშინ ხომ და სიხარული ეს. ხომ უნდა მოილტოდეს სოფლისკენ, ხომ და რაღაც საინტერესებდეს. ჩამოვა ხან ერთი პატრიაზოში გერბე გამოირბეს და ეგ არის მისი. აგერ ახლა მის ბიჭის დაქორწი და მეზობელი დაქორწილა, შვილები ეყოლება, რამე ეყოლება გასულ. ოჯახი შექმნა და აბა ისთვის ქმნის ოჯახს. იქნება მოიბრუნონ გულიამ ახალგაზრდებმა და მოვიდონ. დაინტერესება რო იყოს და რამე იყოს რაღაცა იქნება. წყალი არ გვაქვს კიდე. ჭები გვაქვს და ეგეც ზაფხულში შრება. ვართ გაწამაწიაში. ცოტა ვართ არ გვაქცევენ ყურადღებას. პაპაჩემი დაესიძა აქ. მამაჩემის მამა დაესიძა და სოფელი მონასტრიდან იყო წამოსული. დედაჩემი 92 წელსა დაიღუპა. და არის მამაჩემს უვლინ მე ახლა რა უყო ხო არ მევატოვებ 93 წელს კაცს. და იმის მამაჩემის დედის მხრიდან იმის პაპაც 104 წელსა დაიღუპა. დედის მხრიდან. გენებში აქვს და მოვლაზეცა უვლი ჩვენ. მე ხა არ წავედი ასაზღვარეთ არ წავედი იმიტომ რომ შობლებს რო გდეყური აქ ხო არ მივატონდი ამ მარეულობაზე თორე მე წავიდოდი რაღაცას მივახცენდი მაგრამ ეს მეწოდებოდა შობლები აქ აი როგორ მივატონდი ამ იმაში როგორ არ შემოვა წავიდოდი რა ცოტა რომ სხვა რომ მეყიდა კიდე სახლი მქონოდა ცოტა დაბლა აქ ძალიან დიდი თოვლია ყურადღებასა მოვაქცევენ ხომ აი რომ დამთავრდება თოვლი რომ დამწყნარდება მაშინ მოდიან და წმენდან მანდის ფეხით ჩავდივართ ამ გზას ვანკულენთ ხოლმე ძალიან გვიან გვაქცევენ ხოლმე ყურადღებას აი მოთოვს მაგრათა ერთ კვირის შემდეგ მოვლიან მერე